მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოთხშაბათია და ჩვენი სტუდიის ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, რომელსაც მე თენგოლმანიძე გავუძღვები. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ანალიტიკოსი ქალბატონი მაია ნიკოლეიშვილი. მოგესალმებით ქალბატონო მაია. დიდი ხანია არ ყოფილხარ სხვათა შორის ჩვენთან სტუმრად და ჩვენი მაყურებლისგან არაერთი საყვედური მივიღეთ ამის შესახებ. ასე რომ მიხარია რომ დღეს ჩემთვისაც მონატრებულია თქვენი სტუდია და თქვენთან ყოველთვის მიყვარს ხოლმე მოსვლა და ესე რომ მადლობა მოწვევისთვის. მინდა დავიწყოთ საუბარი სკანდალით პრინციპში. სკანდალი შეგვიძლია ამას დავარქვათ, რაც მოყვა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის BBC-ს გამოძიებას. საგამოძიებო სტატიაში BBC-ს ჟურნალისტი წერს და ადგენს, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს მანიფესტაციების დაშლის დროს გამოიყენა საშუალება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნეს ფრანგებმა ჯერ კიდევ გერმანელი ტყვეების წინააღმდეგ. ეს არის კამიტე, ასეთი კოდური სახელწოდება მიენიჭა თავის დროზე. მაყურებლისთვის ვიტყვი უბრალოდ, რომ ეს არის წრემსადენი, ეს არ არის ლეტალური იარაღი თავის დროზეც არ იყო ამ მიზნით შექმნილი, ეს არის წრემსადენი გაზის პირველი თაობა ფაქტიურად, რომელიც იწვევს საკმაოდ მძიმე შედეგებს და შეუქცევად შედეგებს. ამის გამო იქნა შემდეგ ის აკრძალულიც და უკვე ჩანაცვლდა თანამედროვე წრემსადენი ამ გაზებით, რაც ეხა იყენებენ. თუმცა, როგორც ამბობს BBC, ეს საშუალება იქნა გამოყენებული მიტინგების დარბევის დროს და თვითონ თემა იმდენად ეპატაჟური იყო, რომ მე პირადად დამჭა ესეთი შტაბეჭდილება, რომ მაინდა-მაინც დიდ რეზონანსს არც გამოიწვევდა და შეიძლება ყურადღებას არავის მიექცია. თუმცა აი საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც ძალიან სერიოზულად დაიწყო ამ ყველაფერზე თავის მართლება და რაღაც ამან უფრო ეჭვები ამ ხრივ გააჩინა. რა შეგვიძლია ვთქვათ აი ამ ვერსიაზე, რასაც გვთავაზობს ამ შემთხვევაში BBC და რამდენად მეტყველებს ეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე. მე იმის თქმა მინდა რომ გამოიყენა არ გამოიყენა კიდე მეორე საკითხია, მაგრამ თავისთავად ის რომ ხელისუფლებას აბრალებენ ქიმიური იარაღის გამოყენებას თავის ხალხის წინააღმდეგ და ამას მერე ვიღაცები სერიოზულად პასუხობენ, ცოტა არ იყოს, აი აჩვენებს ჩემი აზრით, რამდენად პოლარიზებულია ხო ჩვენი საზოგადოება. ნამდვილად, ახლა სკანდალი რო თქვი, სკანდალი მე რამდენი, ხო სკანდალიდან სკანდალამდე ვცხოვრობ პრაქტიკულად. ახლა მომიწია რაღაც საქმეების გამო უცხოეთში ყოფნა გარკვეული პერიოდი და ვგრძნობ, რომ მეტყველებაც კი შენელებული მაქვს, 7 მაქვს მეტყველება. ცოტა ხანში შევხედავთ, რომ ასე აჩქარებულ საუბარს დავიწყებ რა. ჩვენ ვერ ვგრძნობთ რა გარემოში ვტრიალებთ, ვერ ვგრძნობთ როგორ ვარ ჩართულები. პოლარიზებას და მართლა სკანდალიდან სკანდალამდე ვცხოვრობთ. ეს არის საზოგადოების პრობლემა, ქართული საზოგადოების პრობლემა არის. ყველა ცოდოა, აქეთა მხარეს და იქეთა მხარეს. და ნახეთ სკანდალიდან სკანდალამდე ეს ჯაჭვი არის. ჩვენ სხვანაირად არ ვცხოვრობთ. მე უყურებ ახლა თქვა საინფორმაციოებს უყურებ სხვა ქვეყნებს, ხო? უყურებ ჩვენ საინფორმაციოებს. ხანდახან გული მწყდება, რომ ის რაც ხდება მსოფლიოში, როგორ ნაკლებად, როგორ მცირე დოზით შუქდება ის რაც სერიოზულია, რაც გააზრებას, ლოგიკას, ანალიზს, რაც საჭიროებს, რაც მოგცემს აი მთლიან სურათს რა ხდება ამ პლანეტაზე, ხო? აი ეს არ არის და ვფიქრობ ღმერთო ჩემო, ნუ თუ ის ჟურნალისტები თავის რედაქტორებიანად ასე დაკნინდნენ, რომ მხოლოდ აი ამ შეზღუდულ, როგორ არის, ცით მწერებს აქვთ მხედველობის არეალი და ხედავენ მხოლოდ ასე. აი მისიქეთ ვერ ხედავენ, გარკვეული კუთხე არსებობს და ყველას მხედველობა აი ესე არის. ან ნუ თუ მათი მხედველობის არეალი, ნუ თუ მათი განათლება და გააზრების უნარი იცით მასშტაბურობას ვამბობ, ნუ თუ ასე შეიზღუდა, რომ აი საინფორმაციო ხოგნებთ ვუსმენდით, აი მართლა ცუდად ვიგრძენი თავი, რატომ მოგვეწოდება ეს? თუ ეს კიდევ უარესი, მაშინ თუ ეს შეგნებულად არის, რომ აი ჩემ ჭაობში რაც ხდება ყველაფერი ეს არის და ამის იქეთ არაფერი არ არის. გახსოვთ ბაყაყი, რომელსაც ჭაობი ეგონა მთელი დედამიწა, ხო, მთელი სამყარო ეგონა თავისი ჭაობი. თუ ეს შეგნებულად კეთდება, ორი მიზეზი აქვს. მე არ ვამბობ არც ერთს, არც მეორეს. არ ვიცი. თუ ეს შეგნებულად კეთდება, რომ აი ჩვენი აზროვნება გამოიკეტოს აქ, ჩემი და თქვენი არ გამოიკეტება და გარკვეული პროცენტი საზოგადოების, მაგრამ უმეტესობის გამოიკეტება და აი ეს ვისიც გამოიკეტება ასე თენგო, ზუსტად იმისთვის იქნება ის რომ ხელისუფლება კლავს და როგორ შეიძლება. აი უბრალოდ
საღათ მოაზროვნე ადამიანები ვართ, ხო? როგორ შეიძლება გაიგო ის, რომ ხელისუფლება, რომელშიც მე ხა სიახლოვე გულწრფელად გეტყვით, არ მაქვს, მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც ვიცი, საიდან მოდიან, როგორ ცხოვრობდნენ, მათი ბიოგრაფია ვიცი, საქმიანი ბიოგრაფია, ხო? აი ზოგიერთზე ვინც ვიცია რა და ჩემი ახლობლები არ არიან, მაგრამ უბრალოდ ვიცი და მესმის ადამიანის ფსიქოლოგია უკვე 8 წელზე მეტია ფსიქოლოგიას მივყვები და პროფაილინგი მათ შორის. აი თავს დავდებ, რომ იმ ადამიანს არასოდეს თავისი თანამემამულის მოყულა და მოწამვლის სურვილი არ გაუჩნდება. ამაზე თავს დავდებ. ოღონდ არა იმიტომ, რომ მე პიროვნულად ვეღაცას თავდებს ჩაუდგები, არა. არა, ჩვეულებრივი იმ ობიექტური კრიტერიუმებით რომ ეს ფსიქოტიპი, ეს ტიპაჟი, ეს კონკრეტული ადამიანი ამას არ გააკეთებს. ეს არ ჩვეულებრივი მეცნიერულად დასაბუთებული პოზიცია. ის თავში ასეთი რამ არ დაიბადება. მაგრამ მეორეა, ნახეთ, მეორე მხარეს არის პოლარიზება საუბრობთ, მეორე მხარეს არის საზოგადოება, სადაც ჩვენ ნახავთ, რომ გარდაცვლილი ადამიანი, აი გარდაიცვალა ახლახანს ახალგაზრდა კაცი. რომელიც საზოგადოების ერთ ნაწილს ძალიან მე არ ვიცნობდი აცხონოს ღმერთმა არ ვიცნობდი საზოგადოების ერთ ნაწილს საოცრად ყვარებია და მეორე ნაწილი როგორ წევლიდა იცით იმიტომ რომ ქოციაო და აი ისეთი სიძულული იყო რომ მე გამიკვირდა ეს რაღაც იცით რაღაც აი გამოქვაბულის ხანის ალბათ სიძულული იქნებოდა. ანუ ყოვლად სიძულული, რომელსაც არ აქვს არანაირი ლოგიკა, სიძულულსაც უნდა კონდეს. ხო, საფუძველი და ლოგიკა უნდა კონდეს. ან რაღაც უნდა გააკავშირებდეს. ან იმდენს უნდა ხვდებოდე, რომ პირადად შენთვის რა არის. არა, ნახეთ, ადამიანები და აქ რა სად მივდივართ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან მანიპულაციის მსხვერპლნი, ისინი აღარ არჩევენ. რატომ სულთ ეს? და რატომ უნდათ რომ ის მოკვდეს? აქ თითქოს სიკვდილიც გაუბრალოებულია. მოდით გადავალ უკრაინაში, გავიხსენებ, დავიწყებ კიევო-პეჩორის ლავრის განადგურებას, შემდეგ იქ სხვადასხვა ღვეზელების ცხობას, კონკურსები ტარდება ღვეზელების ცხობაში, კიევო-პეჩორის ლავრაში, რომელშიც მე ვიხსენებ როგორ იცით, რომ აი იმ თავარში, სადაც ახლა ღვეზელების და კულინარიული კონკურსები ტარდება, მე ვერ შევედი, იცით? ჩასული ვიყავი და ძალიან გული მტკიოდა სულ და ეხლა ალბათ აწი უკვე რა ვიცი როგორ იქნება ვიდექი გარეთ ჩემი შვილები შევიდნენ მათ შარვალი ეცვათ მაგრამ ეს წინსაფარი შეხვდათ და მე წინსაფარი არ შემხვდა და ამიტომ არ შემიხვდებით რამდენად დაცული იყო რომ შარვლით წინსაფარი აი სპეციალური შემოსია როგორც მონასტრის წესია და ამიტომ გარეთ დავრჩი და იცით უთხარი რომ შვილები ჯობდა ისინი შესული იყვნენ რა დავუთმი ასე ვთქვათ მაგრამ აი იქ წარმოიდგინეთ ჩემთვის აი ესეთ ადგილს სადაც მე ვერ შევედი და იქ კულინარიული ისმის მაგრამ ეხა რატომ ვყვები ამას არი ფიქრობთ რომ ძალიან ბევრს ვედები არა როდესაც ერს მოაქცევ ისე რომ მის სიწმინდეში კიევო-პეჩორის ლავრა, რომელიც მსოფლიოში მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უდიდესი. აი იქ კულინარიულ შოუს მოაწყობინებ და როკვა მიდის იქ და ცეკვები და რა ვიცი რაღაც ისინი ხო კლუბად აქციეს. ამას რო გაუკეთებ. ამის მერე წარმოიდგინეთ პატარა გოგონას ტორტი, ფორმის ტორტი იქ. და მერე ამას რო დაჭრიან, დრუსის ბავშვიო და შეჭამენ. ეს ხო უკვე ისეთი საოცარი манипуляция არის. როდესაც წმინდა ჯაველინას უძახიან ღვთისმშობელს დახატავენ კედელზე და ეს ვნახეთ ეს კადრები. დიდი კორპუსის კედელზე ღვთისმშობელი ხატია და ის უჭირავს ჭურვი. და წმინდა ჯაველინა დაარქვეს. ის არის ალბათ მაია, ბევრი ადამიანი ამას არ ანიჭებს მაინდა-მაინც დიდი მნიშვნელობას. აი ტორტის შემთხვევა გაიხსენეთ. თქვენ როდესაც ჩვენთანაც იგივე იყო, ხო? რუსი ბავშვის გამოსახულებით დაარქვეს რომ რუსი ბავშვია თორე ისე ვინც ის გამოსახულებით ტორტი დაჭრეს შეჭამეს მაგრამ ამითიო ხო ზიანი რეალურად არავის არ ადგება და აი რატო არის ეს მნიშვნელოვანი ეს უბრალოდ სიმბოლოა უბრალოდ გართობა არა ნახეთ რაშია უბრალოდ გართობა არ არის ეს არის რა იცით აი სიძულვილის ნახეთ გადატანა იმ ნუ ამას ეძახიან ხა გოგას ეძახიან იმ ფიგურას რომელიც იქნება იმ დატვირთვით მაგრამ ამას თავი დავანავთ ფსიქოლოგიურად მისთვის ეს ხელშესახებია აი
იმის ნაწილი ღვიძლი რო დაარქვეს და რო აიღო და ღვიძლი შეჭამა, მან ფსიქოლოგიურად უკვე შეჭამა, იცით? ანუ ის მომენტი გადალახა, რაც უნდა აკავებდეს ამის გაკეთებას. კი ბატონო, მე მახსოვს ერთი წმენის გამოცდის მომენტი იყო და 19-ში ნათლისღებას ასე ითქვა, რომ გლდანის ტბაში, მაშინ გლდანის ტბა ცოტა ესეთი იყო, აი ვინ შევიდო და ვინ შეძლებდა. ადამიანების ჯგუფი წავედით სერიოზულად და აი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ მაინტერესებდა მეც ჩემი თავის გამოცდა, რომ შევძლებდი ნათლისღებას, აი გაყინულ თოვლი იყო თბილისში. და თქვენ წარმოიდგინეთ, მივედით, რამდენიმე გამოეთიშა, არა ვარ შემიძლიაო, ჩემი ფილტვებიო, ისაო. და რომ მივედით და აი ესე თამამად რო წავედით, არა? ის ვინც ასე ვთქვა ჩვენს შორის ყველაზე მორწმუნე იყო, იმან თქვა, საკმარისიაო, თქვენ იქ უკვე შეხვედითო. თქვენ ფსიქოლოგიურად უკვე შეხვედით. თავი ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაა და არა გადაწყვეტილება და აი სითამამე რომლითაც მიდიხარ, რომ იმ ყინვაში, იმ გაყინულ თოვლიან წყალში შენ ჩადიხარ. იმიტომ რომ 19-ია და გინდა აი ამ წყალში შესვლა, ხო? მთავარია უკვე შეხვედი ზუსტად იგივე არის. ჩვენთან რო ხარშავდნენ ადამიანების რაღაც შილაფავით რო ჩამოარიგეს ქელეხი ეს რა არის, ცით, ეს არის უკვე ფსიქოლოგიურად შენ ამას აკეთებ. შენ იმის ღვიძლს ჭამ, აქაც გააკეთეს ესეთი, აქაც ორგანოები და თითქოს ადამიანის ის იყო გამოსახულება, იცით, არ მინდა ვთქვა ვისით, ეს უკვე, როდესაც აიღე, ეს ფსიქოლოგიურად შენ უკვე გააკეთე. შენ უკვე გარდამტეხი უკვე მოხდა, ეს ჩაირთო უკვე და ამის მერე იმ სიძულვილამდე, როდესაც შენ ადამიანის სიკვდილის ჩვეულებრივი მონაწილეა, სურვილი გაქვს, შენ იმის მოკვლად შეგიძლია. იმიტომ ფსიქოლოგიურად შენ უკვე კლავ იმას და აქედან გამომდინარე, ნახეთ, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ის მხარე გამკეთებელია. და ფიქრობს, რომ ესეც გამკეთებელია და მე ვთქვი, რომ აქ სულთა ფსიქოლოგიურად აი იმ ფსიქოტიპების, იმ მათი მოქმედებების, აი იმ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს სისტემა რომ ამას არ გააკეთებს, არა, ამაში მე ეჭვი არ მეპარება, სულთა ფსიქოლოგიური პროფილიდან გამომდინარე თითეული მათგანის, იმიტომ რომ აქ ეს ბოროტება, პირადი ბოროტება არ არის. შეიძლება დასცინონ, შეიძლება რაღაცა, მაგრამ აი ეს პირადი ბოროტება არ დევს აქ. მithume ეს საჭიროებაც, რა ვიცი, რაში უნდა რასისტიგიშია, მაგრამ ბედურება ის არის, რომ ის მხარე, რომელიც სრული სიძულვილის მორევშია. რომელსაც ძულხარ მხოლოდ იმიტომ, მე ერთხელ ნახე სიძულვილი და ეს აი გამიკვირდა უმიზეზო სიძულვილი ერთხელ ნახე ამერიკაში საღამოს მოხვდით ავტობუსში და ინდიელები და აფროამერიკელები იყვნენ, იქაურები ხა. ხლართავთ ხო იცით, მარტივად ვიცით ვით. და რა იყო, იცით, აი ხედავდი რომ თითქოს აი შარზე რო იქნებიან. გიყურებენ, მე და ჩემი თანამშრომელი ვიყავით, გიყურებენ და აი იქ მივხვდი რომ ადამიანს როგორ შეიძლება ზულდე არაფრის გამო, მხოლოდ იმიტომ რომ აი ამ ფერის კანი გაქვს. თეთრი ფერის კანი. ნუ იმათ აქვს ისტორიული გამოცდილება. ხო, მაგრამ ეს არის ცხოველური, რატომ ამბობ, ეს გამოქვაბულის ხანის სიძულვილია. ეს არის ცხოველური, როცა შენ არ იცი, რომ ის ადამიანია, მთელი პლასტი გაქვთ, შეგნების, სიყვარული, შვილები, ოჯახი, ყველაფერი. ამას აცილებ, დეჰუმანიზაციას ახდენ, ბძულს და მისი სიკვდილიც გინდა. ეს არის კატასტროფულ მდგომარეობაში ყოფი ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელსაც სამშობლოს წინააღმდეგაც კი. ის რომ ენა მიაქვს და ამბობს, რომ აი საქართველოს ეს გააკეთა და იგონებს აშკარად, ხო? ეს არის ზუსტად ეს ცხოველური სიძულვილი, მაგრამ ეს არის მანიპულაციის შედეგი. მე ძალიან ბევრს მე მგონია რომ ეგ არის მიზანმიმართული ქალბატონო. აი ეს არ მომხდარა თავისთავად. აი ზუსტად სიძულვილის ნორმალიზებაზე თუ ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა. პირველი რაც მე მახსენდება, აი დუგინის ქალიშვილი რო მოკლეს ტერორისტული აქტი რო მოხდა, აი ჩემთვის პირველი შოკი მაშინ მივიღე, როდესაც საზოგადოების ის წევრები, რომ ჩვენი ქართული საზოგადოება ზეიმობდა ამ მოვლენას. ანუ მე ისიც თქმა მინდა და მიფიქრია ამ საკითხზე, რომ აი ღმერთმა არ მიმიყვანოს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ვინმე სიკვდილი ესე გამიხარდება, რომ აი გულწრფელად ალბათ ამ ადამიანს ჩემთვის პირადად ჩემთვის უნდა კონდეს რამე ისეთი დაშავებული, აი პირადი ემოციური ბმა უნდა მქონდეს და ამ დროსაც არ მგონია ეგ სწორი, მაგრამ ნუ კაი პირადად ჩემზე რო აქვს რაღაცა უბედურება გაკეთებული, შეიძლება გაგიხარდეს გულში. ხმამაღლა მაშინაც არ უნდა თქვა. და აი სრულიად უცნობი ადამიანი, რომლის არსებობას გუშინ საერთოდ არ იცოდი, იგებ რომ ტერორისტული აქტის შედეგად მოკვდა, აი რაზე იმ როგორ შეიძლება
შეიძლება რომ ეს სიხარული იყოს გულწრფელი, ეს ხო არ არის გულწრფელი. ბედნიერებაც არ არის. არა, იცით რა არის, აქ არის. აქედან დაიწყო, მე როგორ ნორმალიზება და მივედით იქამდე აი თქვენი თქმის არ იყოს უკვე იქ დუგინის ქალიშვილი და ვინმე რუსზე კი არა, ჩვენი თანამემამული, თუ კი პოლიტიკურად არ ეთანხმები, რო დაიღუპება, გამოთქვამენ ამაზე ბედნიერებას. ეხლა რა არის, ცით შეხედეთ, რა თქმა უნდა ეს ხელოვნურად არის გაკეთებული. მე უფრო მეც გეტყვით, გავლილი მაქვს ის ტრეინინგები, სადაც პირდაპირ აი ესე სქემებად, აქ ხატია, როგორ უნდა გამოიწვიოს შური, ანუ აქ მთელი სქემები არის. რა არის, ჩვენ რაც არ უნდა ვამბობდეთ, რომ კი ინდივიდუალისტები ვართ, არიან ადამიანები, რომლებიც ჯგუფური, უფრო კოლექტიური კოლექტივში და კოლექტიური აზროვნებით უფრო ისეთები არიან ჯგუფს მიკუთვნებულობა უფრო მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში ჩვენი აზროვნება არის გარკვეული ალგორითმს დაქვემდებარებული. და ამ ალგორითმით თქვენ რო ნახოთ რა მარტივად შესაძლებელია, თუ საინფორმაციო საშუალებები გიჭირავს ხელში. რომ ჯერ გამოიწვიო ადამიანის მიმართ შური, კონკრეტული ადამიანი, ბელგიური შოკოლადის ფერის კედლები. აი რატო ბელგიური შოკოლადის, ხო? ნახეთ რა არის. აქ გემოვნებით თვისებებსაც ეხება. შოკოლადი გემრიელია, ხო ტკბილია. ბელგიური შოკოლადი ვიცით რომ კიდევ უფრო მაგარია. აი ბელგიური შოკოლადი და ამით მე დამაკავშირე იმ ფილასთან, რომლის მიმართ არანაირი ემოცია არ მაქვს. ხო კედლის ფილის მიმართ მე ემოცია არ მექნება. არანაირი და აი აქ უკვე ნახეთ გემოვნების რეცეპტორებით დამაკავშირე იმ ფილასთან. ბელგიური შოკოლადის ფერის, მე რა რომ ფერი ითქვა, ბელგიური შოკოლადი ჩაჯდა უკვე, ხო? ამის მერე, აი ესეთი სახლი აღწერილი იყო ისე, რომ აი არ ვიცი რა გითხრათ, გახსოვთ ალბათ, ხო? ვიძიამანიშვილის, მე მგონი აბასთუმნის სახლზე იყო საუბარი. და ამ ყველაფრის მერე ამითი ნახეთ ყველა შეგრძნებას ეხები. ამითი იწვევ შურს და ეს შური გიდევს აი აქ. ამ შურს მერე როდესაც საჭირო იქნება გარკვეული სიტყვათა წყობით და დამერწმუნეთ ეს ჩვეულებრივ დაწერილი ტექსტები, ეს სახელმწიფოებრივი არსებობს ამისი. აი გარკვეული სიტყვათა წყობით ამ შურს გადაიტან სიძულულში. ამას გადაიტან აგრესიაში, ან პირიქით მოადუნებ. ანუ ამის მართვა ძალიან ადვილად შეიძლება და მართვა შეიძლება რა შემთხვევაში, იცით? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ აქვს ფილტრები, თუ მას არ აქვს ლოგიკური აზროვნება, თუ არ შეუძლია გაფილტროს ინფორმაცია და თუ ინფორმაციიდან არ შეუძლია გამოარჩიოს, აი რითიც დავიწყეთ. მიაწოდე მწირი ინფორმაცია, რომ აქ მოხდა ეს იმ საკრებულოში იმან ის აგინა, აქ ამან ეს ცემა, იქ ალეკო იმას წვავდა და კიდე ბოლოს მაინც რა ისე დავესკას ეძახდნენ, ხო იცით ხორცს ვიყიდით ხოლმე და რაღაცას დაგიმატებდნენ პატარა ნაჭერს. დავესკად ბრაზილიაში მატარებელი გადატრიალდა და სადღაც ახალ გვინეაში რაღაცა ტექნოგენური კატასტროფა მოხდა. ხა იკითხავ, რაში მაინტერესებს ეს? აი იმიტომ გაინტერესებს. არ გაინტერესებს, მაგრამ იმან გააძლიერა. რაღა ნეგატივი მოგა, გისმით ხარი რომ მაგ ეპიზოდიდან რჩება მე მხოლოდ ნეგატივი, კატასტროფა გამახსოვრდება. კი ბატონო. და ამითი გაამაგრა, იცით, დააჭედა, ბოლო ლურსმნები დააჭედა. შეხედეთ აბა ქართულ ბადეში რამდენია ეს განსაკუთრებით შაბათკვირას. და ეს ვინც ასწავლა, არ იციან, მაშინ იქ არ უნდა იყვნენ. თუ იციან და შეგნებულად აკეთებენ, მაშინ ეს უკვე ემას ძალიან ბევრი არხი აკეთებს. არა მარტო ოპოზიციური. ეს ერთი მომენტი და ნახეთ ყოველ მომენტში ასეთ ადამიანზე შეგეძლია გადაიტანო ისეთ აგრესიაში, ისეთ სიძულულში, რომ საერთოდ დაავიწყო რომ ის ადამიანია. ქოცი ესეთია, სიტყვა ქოცი. მე მაგალითად იაგოს ვერ უსმენ. არის ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ საინტერესო რამ თქვა. არა, მე იაგოს ვერ უსმენ. როდესაც შენ ტერმინ ქოცს სიტყვი და ამას კრებითი მათ აქცევ და შეიძლება მეც მომაქციო. არ მინდიხარ, მე შენ არ მოგისმენ, იმიტომ რომ შენ შენ ქოცი აქცია უკვე იმათ. ნაცი კრებითი არ არის ჩემთვის, ხო? მაგრამ ნაცი კიდე შეიძლება თქვა ნაცმოძრაობა კოლექტიური და ილაპარაკო მის იდეოლოგიაზე. მაგრამ აქ
ჩვეულებრივ ადამიანი კოცი ასე უბრალოდ შემოიტანა რა შენ ზუსტად ის манипуляტორი ხარ ამიტომ მე შენ არც მოგისმენ და შენი აზრი არ მაინტერესებს და არ ხარ ჭკვიანი ადამიანი იმიტომ რომ შენ ლოგიკით კი არ შემოდიხარ შენ მსჯელობით კი არ შენ კლიშეებით შემოდიხარ და მორჩა იგივე манипуляტორი სტანდარტიზაციას ახდენენ რომ აი ეს არის კოცი და შესაბამისად არის ესეთი ამიტომაც მოხდა აი ამ ამიტე ხო აი ამის ესე ატაცება მე რო წავიკითხე ვიხარხარე მართალი გითხრა მე ვიხარხარე ოღონდ ნახეთ ერთი რაღაც არის კიდე შეცვლილი და ვიფიქრე გამახსენდა ინსტიტუტში ჩვენ გვასწავლდნენ სამხედრო კათედრა იყო და სამხედრო ექიმები გვასწავლდნენ იყო ესეთი ზარინი იპრიტი რატო არა ზარინი ნახეთ რა კარგად ჟღერს ხო რატო არა იპრიტი აი საერთოდ ისეთი ორიგინალური ის არის რატო ისინი არა აი ხო გენით მე აქამდე და ამის გასერიოზულებას რო უყურე და რო ხედავ რომ იქეთ ხალხი მართლა მსჯელობს ამაზე აი ჩემს ძნელი იყო ეს იცით მაგრამ ნახეთ პარადოქსს გეტყვით ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა საშინელი ბოროტმოქმედება ეს რო სხვა ჩაიდინა ჩვეულებრივ ბოროტმოქმედი იმდენად ისეთი რაღაც ჩაიდინა აი მაქემატურა გადასვლა რომ მე შედარებისთვის ეჭვის გაჩნდა რომ მართლა თავის გააკეთა თუ გააკეთებინესო იმდენად რაღაც მაგრამ ნუ მე ნახეთ ახლა კადრები რაც გააკეთა მე რეაქციაზე მინდა გითხრათ ნახეთ აქ ხო მე ვიცინე ამ კომიტეტზე ვიცინე ზარინი და იპრიტი გამახსენდა მაგრამ ალეკო ელისაშვილის ქცევაზე რაც ავიკითხე იცი ძალიან ისეთი კარგი მოაზროვნე ადამიანი გაშარჟებული იყო აი ის არ იყო გასაშარჟებელი და აი ეს მართლა სასაცილო იყო ხვდებით რომ ჩვენც რომ ნელ-ნელა ანუ გაუბრალოება ხდება მათ შორის აი რადიკალიზმის ესეთი ფორმის და ეს უკვე ნახეთ ეს აქეთ საზოგადოებაზე ვამბობ იმ манипуляციის მსხვერპლ საზოგადოებას აღარ ვეხები იმიტომ რომ იქ რაღაცა იქ ძალიან სხვა პროცესები არის და ძალიან საშიში პროცესებია მე არ ვიცი ხო გენოდი იმას რა რთულია არა ნუ იმას მთელი პროგრამა დაჭირდება და სერიოზული ადამიანების მუშაობა რომ როგორმე საზოგადოების ის ნაწილი პოლარიზაციას ეძახით არ არის ეს პოლარიზაცია ეს არის საზოგადოების ზომბირებული ნაწილი манипуляციის მსხვერპლი რომელთა მობრუნება შესაძლებელია თუ არა ამაზე უნდა ძალიან სერიოზული საუკუნეების გამოწვევა არის ხა ჩვენც აგივკითხავს ისტორიაში მაგალითად რომ აი ალბათ ყველა ეპოქაში არსებობდნენ ეს ფანატიკოსი ჯგუფები მას შეიძლება ის იყო რელიგიური ფანატიზმი შეიძლება რაღაც სხვა იდეოლოგიური ფანატიზმი ნუ ვერც ერთმა მართლობამ ვერ მოაგვარა ამ ხალხის ხო მაგრამ იცით რა არის ეს ხა მარტო საქართველოსი არ არის რა თქმა უნდა იგივე ხდება უკრაინა რატო ვთქვი შემთხვევით არ მithქვამს რომ არ ჩავთვალოთ რომ ოი საქართველოსში ხდება არა ადამიანი ყველგან ადამიანია რა ჟირაფი ყველგან ჟირაფია და ადამიანი ყველგან ადამიანია და ადამიანის აზროვნების ალგორითმი აბსოლუტურად ერთი ტიპის არის რა არის ვიღაც უფრო ნიჭიერი ვიღაც ნაკლებად ნიჭიერი და არის კიდე ვისაც შეუძლია გააზრება ანუ მოვიდა ინფორმაცია და იტყვის სტოპ ერთი წუთით მოდი ვნახოთ ხელოვნურ ინტელექტს კი არ დაიკითხები არა საკუთარი რესურსებით მოძებნ იმიტომ რომ ჩემმა ტვინმა უნდა იმუშაოს ის კი მიადვილებს რაღაცაში გამოვიყენებ როგორც ვთქვათ ტრანსპორტს როგორც ინსტრუმენტს მაგრამ მე თუ ჩემი ტვინი იმას მივაქირავე და იმის ტვინი ვიქირავე მოდიში ცოტა ხანში მეც იგივე გავხდები რა გარდაუვალი პროცესი მგონია რასაც მეუყურებ როგორც ეგვიტარი მაგრამ აქაც ფილტრია საჭირო და ის ადამიანები ვინც ვერ ფილტრავდა ხო გენოეთ იმ დღეში არიან მაგრამ მე აქეთ გამიკვირდა ჯერთი ძალიან სერიოზულად ახლა დღეს კითხვებს უსმენდი პრემიერს კითხვებს აძლევდნენ აი მას ხო გინდა გაუძლო და მოითმინო რა აი ეს პრიმიტიული ის იდიოტური კითხვები რომელსაც გინდა არ გინდა უნდა უპასუხო და ალბათ არ არის საჭირო დავიდეთ მეხუთე კლასის ინტელექტის დონეზე მაგრამ მეხუთე კლასში მე ცოტა მეტი ინტელექტი მახსოვს იცით არ არის საჭირო ეს არ არის საჭირო ჩავიდეთ და დავიდეთ აი ის ამოვიდეს რა და ალბათ ნიპანიმაც სამდურაკ ძალიან მომწონს ეს ტერმინი რა თუ ის ვერ ამოდის ამ დონეზე როცა როგორც ნორმალური ადამიანები აზროვნებენ რა მისი პრობლემა არის და მოძებნოს ადგილი იქ სადაც მისი ეხა არის პირიქით რომ მთელი საზოგადოება ცდილობს რომ დავიდეს დაბალ დონეზე ნაცვლად პირი რა არცით ქართული ოცნება რომ მოვიდა რაღაც შეიცვალა ამ თვალსაზრისით და ცოტა საუბარი დავიწყეთ ცოტა სხვა უფრო ახლა მიშასი გახსოვთ საერთოდ პრიმიტიული საერთოდ მე მგონი 7-8 წლის ბავშვის
კომუნიკაციის დონეზე იყო სახელმწიფო დასული, ხო? მესიჯ ბოქსები, აი ამას გავხსენთ, მაგარია, ძალიან მაგარია, უი რა მაგარია, ხო კი? და რაღაცა ესეთ იმაზე ვიყავით. სუდია ეს კარგია, ეს ხო არა. სუდია კარგია, კი, და შავ-თეთრი დიხოტომია და აზროვნება არა, აი ეგრევე ემოცია წამოვიდა, ემოციაზე ავარდნა 7-8 წელი. 5-დან 8 წლამდე რა, 8 წლისაც უფრო დამჯდარი. ქართულმა ოცნებამ ცოტა ეს აწია და ჩვენ შევიცვალეთ. გამოჩნდა ისეთი საუბრები, როგორც მაგალითად, აი, რა სტუდიები გამოჩნდა, სადაც საუბრობენ და აზროვნებენ ადამიანები. წარმოუდგენელი რამე. კი, იმიტომ რომ ეს არის უკვე. და აი, რახანც ისინი მაინც ჯიუტად განან თავის იმაზე, არა, მე მგონი საზოგადოებაში უკვე შეიქმნა ის კრიტიკული მასა, რომ ვთქვათ, რომ ხელისუფლებასაც ვთხოვთ, რომ არ დავიდეს იმათ დონემდე. აღარ ეპაექროს, აღარ ეკინკლაოს, აღარ არის საჭირო. ეთანხმებით სავსებით, თუმცა აი ხელისუფლების მიმართ მე პირადად ეს პრეტენზია მექნებოდა სწორედ, რომ აღარ არის ნაცმოძრაობა, მართლა აღარ არის, აღარც პოლიტიკური სუბიექტია, აღარც არ ვიცი, იდეოლოგიურად არანაირი გავლენა აღარ აქვს და ისევ მათგან აი რაღაც მთავარი მტრის დანახვა აქ არ აქვს საქმე იმასთან, რომ თვითონ ხელისუფლებასაც აწყობს რაღაც კუთხით ეს ყველაფერი. დამარცხებული მეტოქე რო ყავს, ეხლა რაჯობია მაგას, რომელსაც ყოველთვის დაამარცხებ და რომელსაც არანაირი გავლენა არ აქვს. ხო, მაგრამ იცით რა არის, მე უფრო მგონი არა, რომ წლების განმავლობაში იმდენად ეს ნარატივი, საერთოდ არის ესეთი კარგი გამოთქმა, რუსული გამოთქმა მიყვარს, ვარიცევ собственном соку. საკუთარ წვენში მოხარშვა. ეს ძალიან ცუდი პროცესი არის, როდესაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი საკმაოდ ისეთი შეჭიდულობა აქვთ და ახალ ამბებს უზიარებენ ერთმანეთს. ბაბლი ქვია ეხლა. ხო, ნუ ბაბლი, კი ბატონო. და როდესაც ხელისუფლება თუ ასეთ იმაში ხდება, მისთვის დრო ცოტა სხვა. შეიძლება საგარეოს უყურებდეს გადასარევად, მაგრამ ამ საკითხში ხელისუფლებას რო პრობლემა აქვს და ხედავს ჩვენ ვხედავთ თითქოს ჩვეულებრივად. ესე მგონია გამადიდებელი შუშით უყურებს, მინით უყურებს აი იმ დასავლურ, ვითომ დასავლურ და აღარ არის ვინ არის პერსონა მითხარით ვინ არის იქ. პერსონები აღარ არიან. აი თუ დაუშვათ გიგაბოკერია ოდესღაც ავტორიტეტი იყო, გიგაბოკერია იმის მერე აღარ გაიზარდა, გაჩერდა. გაჩერდა, თორემ მე ხა ვიცი გიგას მაშინდელი შესაძლებლობები გონებრივი და მაშინდელი, თქვათ, მას ჰქონდა იდეოლოგობაზე. კი, ერთ-ერთი იყო იმ პერიოდში. კი ბატონო. აღარ არის ეს ყველაფერი. მაშინ გიანოდია, ეს იყო გარკვეული ჯგუფი ინტელექტუალების, რომლებიც, ხა, თქვათ, ჩემთვის მისაღებია, დღეს თუ არა ეს მეორე საკითხია, რონდელი, ხო, ალიკა რონდელი ეს იყო. დღეს არის იმ მსგავსი რამ, ხედავთ მსგავსი. არა, ამას ვიძახი. არა თუ მარტო ნაცმოძრაობაში. ლელოში ვხედავთ. აი ერთი ყველაზე შეიძლება ისე იაგო და ისინი ჩათვალო, ვინც კიდე მსჯელობს. ყოველ შემთხვევაში კი, გარკვეული დემაგოგია, რა თქმა უნდა, სავსეა იქ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იცით რა ადამიანს დააფიქრებს. მე ამას უკავშირებ პოლიტიკური კლასის დეკვალიფიკაციას, ალბათ უფრო იმ პერიოდში, აი მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც აი ლელო ახსენეთ მაგალითად და ლელოს გუნდიში, ვინც არის ფრონტმენი, არც ერთი არ არის პოლიტიკოსი იქიდან, მაგრამ აი ბექში ასე ვთქვათ, უკან არიან ის ადამიანები, რომლებიც მე მახსოვს აი ძველი პერიოდიდან მემარჯვენეების გუნდი იყო. დათო უსუფაშვილი, რომელსაც პატივსცემ, დიდ პატივსცემ, მაგას ვიძახი, ანუ შეიძლება არ ვეთანხმებოდი, არ ვიზიარებდი, თუმცა ისინი არ არიან პოლიტიკის წარმმართველები. არ არიან, ისინი ვერ წარმართავენ პოლიტიკას. პოლიტიკური კლასი გაიწია პოლიტიკური პროცესებიდან და ხელში აქვს ჩაგდებული აი მართლაც ხაბეშული. რომც არ გაიწიოს. აი დაუშვათ იგივე უსუფაშვილი, უბრალოდ ისე შევეხე ამ დინამიკისთვის, თორე ნახეთ მან შექმნა პარტია მშენებელი მე მგონი, ხო? თუ რაღაცა იგეთი, ხო. იასამნის პერიფერი რო ქონდა. თუ რაღაცა ქონდათ ესეთი და გამოდიოდა საოცრად ეფემერული იყო. არ იყო ეს ის პარლამენტის თავმჯდომარე დამჯდარი და თოაისტი დინჯი და სერიოზული და მანამდეც დათო ძალიან ჭკვიანი იყო. დათო ზურაბიშვილი შეხედეთ რას დაემგვანა, რას დაემგვანა, რა ტერმინოლოგია, იმიტომ რომ ისიც იმ ბაბლშია, ის იმ წვენში იხარშება და დეგრადირდა. მათ შექმნეს ეს ადამიანები, ვიზეც მანიპულაცია მოახდინეს, მაგრამ თვითონაც იქ არიან, ნახეთ. ახლა აქეთ უფრო სხვა დონეა, მაგრამ
აი იმათ რატომღაც ეთყობა შეიძლება ძველი მეხსიერებიდან იმასაც ძალა უნდა იცით რომ თქვათ რომ კი დათო ზურაბიშვილმა საპროგრამო სიტყვა დაუწერა შევარდნაძეს და ითვლებოდა რომ ის ჭკვიანი კაცია და კარგად წერს მაგრამ დღეს მე მის გამონათქვამებს ვკითხულობ და ნუ აი მცხენია რა ღმერთო ჩემო საიდან სად და იგივე აი ვინც მასში რაღაცა ითვლებოდა და აი ეს მინდა რომ ოცნების ლიდერშიპმა დაინახოს რომ არათუ ნაცმოძრაობა აღარ არსებობს მიშა აბსოლუტური ნუ ახლა მაგას აი გუნდა მეთქვა სააკაშვილი გავიხსენოთ 2003 წელს 2004 წელს მისი რესურსი ნუ როგორ ჩანდა ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი მისი გავლენები და ეხლა შევადაროთ დღევანდელ სააკაშვილს რომელიც ნუ გადაიქცა რაღაც კლოუნად ნუ დაფარული იყო სააკაშვილს ხარო ერთი და იგივე ადამიანია არა პრინციპში ეხლა თუ კარგად იცნობდე მიშა იგივე იყო უბრალოდ კარგად იყო ეს კარგი მაკიაჟი ჰქონდა პოლიტიკური გაკეთებული რა რომ არ ჩანდა მიშას ის რაც მიშა არის სინამდვილეში თორე ახლო წრემ ძალიან კარგად იცოდა უბრალოდ ყველა კარგად იყენებდა მას მაგრამ ნუ ეს არის ერთ საბრალო ადამიანი რომელიც ნუ რომელსაც დაადეს ის ტვირთი და გამოიყენეს იმიტომ რომ ის რომ უფრო ჭკვიანი ყოფილიყო ნიჭიერი არის მაგრამ ის რომ უფრო ჭკვიანი ყოფილიყო იმას არ გააკეთებდა რაც მიშას გააკეთებინეს ხო აი ეგ იყო მაგრამ გარშემო ეს ადამიანები ისინიც დეგრადირდნენ და ოცნება მინდა დაინახოს რეალობა ეს გამადიდებელი შუშა მინდა გადადოს გვერდზე და დაინახოს რომ იქ აღარავინ არის ვისაც შეიძლება ესაუბრო და თუთული რომ TV პირველი ჟურნალისტი გოგონა ღირსია რომ მას აი ამდენი და ის ვიღაცას წარმოადგენს მოდი აი აქ დავანაწევრო და ვთქვათ ვის წარმოადგენს ის ვის წარმოადგენს იმას ვინც იქ ღრიალებს იქ კედელს უკაკუნებს იქ წვება ქალბატონს უსმინე ასაკოვან ქალბატონს მე გაზონზე იქ მაღლა უნდა ვიდგეო პოლიციელებმა რომ თქვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე რომ იქედა რომ გადმოვარდეთო არა ბატონო მე იქ უნდა ვიდგეო ახლა ნორმალურია ეხა ის ქალი რას აკეთებ იქ რომ დადგები კაი იმაზე მაღალზე დადექი მე აი არ ვიცი ამას გულისხმობ რომ პოლიტიკური კლასის პრობლემას ხედავ მეთქი რომ არც არავინ არის ვინც მაგ ხალხს ეტყვის სათავეში ჩაუდგება მე ხო მახსოვს ეხა 2008 წლის 9 წლის აი მაგ პერიოდიდან 7 წლიდან ვიყავი ჩართული ამ პოლიტიკურ პროცესებში და პოლიტიკური ლიდერები რო იყვნენ ეხა მაშინ რომ ეს ვინმეს დაესახა მიზნად რომ აი პრინციპულად ოღონდ გზა გადავკეტოთ და სხვას არაფერს აზრი არ აქვს და ეს ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა არის ხალხი კაცშვილი აღარ მივიდოდა იმ ხალხის გვერდით, მაგრამ მაშინ ისინი პოლიტიკურ პროცესს ქმნიდნენ და მართლა ეს გზის გადაკეტვა იყო რაღაც ერთი კონკრეტული კომპონენტი, რაღაცის შედეგი და არა მთავარი მიზანი. არა თვითმიზანი, აი არ მესმის. იმიტომ რომ იმის იქეთ არაფერი არ არის. არაფერი თემ ამას ვერც გაიგებთ, არც უნდა გავიგოთ. ეს არის რა? ეს არის ჩაციკლა აი მართლა ჩაციკლა, ზომბირებული ადამიანების ჩაციკლა და ჩვეულებრივად გავიხსენოთ ის რომ ბავშვობაში მე უყურებდი ბიჭები მომბანას რომ თამაშობდნენ რო ეჭირათ და რო ვითომ ეჭირათ რაღაც დუდუდუდუ და ის რო ეცემოდა აი ეს არის მეტი არა ეს არის ჩვეულებრივი ბავშვური თამაშები რომელზეც ხოთეშორის ჩვენ საზოგადოებაში არ გვაქვს ის რეაქცია რომ ეს სიგიჟია რომ ეს იდიოტიზმია რომ ეს ადამიანები სასაცილოები არიან თავისი პრიმიტივიზმით და თავისი ინფანტილიზმით ჩვენ ამაზე არ ვაკეთებ აქცენტს და სერიოზულად განვიხილავთ იცით და ალეკო ელისაშვილის ბოროტმოქმედებას სერიოზულ გავაშარժეთ ანუ აი რა არის იცით აქ ცოტა ჩვენ თვითონაც უნდა დავლაგდეთ რა ჩვენს ოჯახში ასე ვთქვათ ჩვენ სამშობლოში და ვიცოდეთ რომ რა არის სასაცილო და აი ალეკომ რაც გააკეთა იქ სასაცილო არ არის სარკაზმიც არ არის სარკაზმიც ზედმეტია მან და ირონიას იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ბოროტმოქმედება ეთანხმებით აი თქვენ თქვით რომ სკანდალიდან სკანდალამდე ცხოვრობთო საზოგადოებაო და სრულიად გეთანხმებით და ეს მგონია მე ერთგვარად ჩაკეტილი წრე უпростоრეთ აი მზარდით რაღაცა უფრო დიდი უნდა მოხდეს დღეს რომ გადაიფაროს წინა სკანდალი და ხანდახან მგონია რომ აღარც აქვს რეაქცია საზოგადოებას სხვა ტიპის ნიუზ ეს თუ არ არის სკანდალი და თუ რაღაცა აი უბედურება არ ხდება
საზოგადოება ინდიფერენტულია ესეთი სხვა მნიშვნელოვანი, ბევრად სერიოზული პროცესი მიმართ, უბრალოდ ვერ გამოიწვევ ინტერესს მის თვალში, რაც გინდა მნიშვნელოვანი უთხრა, აუცილებლად სკანდალი უნდა მიაწოდო. აი ეს წრე არის დაძლევადი, არის შესაძლებელი, რომ ესეთი სიგიჟიდან გამოვიდეს ხალხი ისე რომ არ მივიღოთ ზარალი ამ ყველაფრიდან, თორე ეხლა საბოლოო ჯამში თუ მივედით სამოქალაქო დაპირისპირებამდე და დავწყვიტეთ ერთმანეთი, კი გამოვალთ, მაგრამ აქამდე რო არ მივიდეთ ეს. ცუდი ის არის, რომ ჩვენ ამ ენერგეტიკაში ვზივართ, იცით ყველა. აი წარმოიდგინეთ ესეთი ნახატი, რომელშიც აი ხარის ფოთლები რომ ბრუნავენ, ხო იცით ესეთი ის გვინახავს ხოლმე, აი ერთ ადგილას რო ტრია, აი ესეთი როგორც მორევი, ოღონდ ფოთლები. აი ესეთ ენერგეტიკაში ვართ ახლა ჩვენ შესულები და ერთმანეთს ვასნებოვნებთ. გადავდებთ და ნახეთ როგორ ის არის, იმდენად დაიკარგა თემა, აი თუნდაც იგივე Facebook-ი, ხო? იმდენად დაიკარგა, ორდღიანი არის. ტკივილით და ყველაფერი ორ დღეში გადის, ორ დღეში იკარგება. ანუ ეს მუხტი ვარდება მომენტალურად, აღარ გრძელდება ეს სერიოზულად. აი მოხდა რაღაც, გააკეთა პიკი და დავარდა. გააკეთა პიკი დავარდა. კი, მართალს ამბობ და ის რომ შეიგრძნოს, ძალიან მწვავე რაღაც უნდა მოხდეს. აი მაშინ შეაფხიზლებ. ეს რა არის? ეს არის უბრალოდ შეგრძნების ზღვარი. უკვე ისე ავიდა, ისე გაუხეშდა ყველაფერი, რომ თუ კომბალი არ დაარტყი, ვერ იგრძნობს. როგორც დამწვარ ხელს, ხო, დამწვარი ხელი, ხო, ქონია დამწვარი, ვერ გრძნობ, ხო? თუ რაღაცა საშინელება. დაახლოებით ეს მოგვივიდა, იცით? ანუ ეს არის, აი, იცით როგორ სიფაქის გიზისგან განძარცვა არის რა და იმდენად გაუხეშებული. ელემენტარულს გეტყვით. დღეს ვუსმენდი ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემას და აი ეს სერიოზულად მოვბრუნდი და შევხედე. აი მე ეს გოგო რა კაცის ხმით საუბრობს მეთქი. აი ხმაც კი, ხო, ხმა ხო, საინფორმაციოების ხმა ხო მუშავდება არა? რა თქმა უნდა. და გოგოს რატოა კაცის ხმა ეს გამაგებინოს ვინმე? რატო უნდა იყოს ესეთი ხმა? როცა ის ჩვეულებრივად ისაუბრე რა. ანუ ვინც ამ ხმას ამუშავებს? რატო აკეთებს იმას, რომ ეს იყოს უხეში და კაცის ხმა და უყურებ, გოგო არის, ჩვეულებრივი ნაზი გოგოა და კაცის ხმით. რატო ესეც, ნახეთ რამდენი ელემენტი არის. მე მაგალითად ძალიან არის კონკრეტული თქვენ ეთერებში ნათქვამი მაქვს გვარიც და აღარ გავიმეორებ. მე სულ არ მედერდება რუსოფილობას დამწამებენ თუ არა, რუსეთუმე არ დამიძახონ მეთქი, იმიტომ რომ მეგოიმება ეს გამოთქმა, რუსოფილი დამიძახონ, კი ბატონო, სლავიანოფილი ვარ. ვიყავი და ვარ. და არის ესეთი ურალოვი მიხსენებია, მან დიდი შრომა ჩაატარა უკრაინაში, როგორ ხდებოდა ტვინების გამორეცხვა პირდაპირ. ამაზე მთელი შრომა შექმნა და დღეს ყავს ძალიან ბევრი ვალანტიორი, რომლებიც მუშაობენ იმაზე და საინფორმაციო გამოშვებებმა დღეს რა განწყობა დატოვა. აი ამას წარმოიდგინეთ როგორც ამინდის პროგნოზი, აი დაახლოებით ესეთ ანალიზს აკეთებენ. აი ოცნებათ მაქვს რომ როგორმე ეს გამოცდილება წამოვიღოთ საქართველოში და აქ ჩვენი გამოცდილება გვაქვს კიდე რა. გადმოღება არაფერს არ მიყვარს რა, ჩვენი გვაქვს და ჩვენი მიუმატოთ აი ამ ზოგად იგივე ევროპაში რატო ხდება ადამიანები, რომლებიც კედელს მიყვებიან ცოლად და რატომ არ ქვიათ მათ ფსიქიურად დაავადებულები? რატომ არ არიან ისინი ფსიქიატრების პაციენტები? რატომ ითვლება ეს გამოხატვის თავისუფლებად? ანუ ფსიქიატრული პათოლოგია რატო ითვლება გამოხატვის თავისუფლებად? საერთოდ ამოხსნელი კითხვა არის ჩემთვისაც, რომ რასაც აშკარად ჭირდება მკურნალობა, ის ჩვენს რასაც უყურებთ საქართველოში ძალიან ბევრი ფსიქიატრული. საერთოდ ფსიქიატრიაში ვინ წევს, ეხა არც ვიცი, ანუ რა უნდა გააკეთო ისეთი რომ იქ დაგაწვინონ, ეხა კაცი რომ გამოყვალდა, კალივარო იტყვიან, კედელსოლად გაყვები, აი და ამ დროს არ მკურნალობენ, რა შემთხვევაში მკურნალობენ ამ ადამიანს? არ ვიცი მართალი და აი ეს არის იცით მართალი ხართ ეს ზღვარი ძალიან გაზრდილია და ძალიან იმდენად გაუხეშებ ჩვენ ვერც ხვდებით ვერც ვაკვირდებით ჩვენ თავს ქუჩაში რომ გაივლე აი დაუშვათ ეხა წასული ვიყავი მეთქი ვთქვი და რომ გავიხედავდი და ბიჭები და გოგოები მოდიოდნენ ბიჭი და გოგო ხელჩაკიდებულები ან იჭდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ფიქრობ ნეტა სადმე მანახა თბილისში რამდენი ხანია ესეთი სურათი არ მინახავს მეთქი რა ან თუნდაც ზღვისპირას შეყმარებულები მეთქი აი ესეთი შეყმარებულები ელემენტარულად აი დააკვირდით მე ცუდი მასა რომ გოგო და ბიჭი შეყმარებულია ხო ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მაგარი ტიპია ერთმანეთს აი მიდის დავა ვინ უფრო მაგარი ტიპია და აი სიყვარული ტკბობა რაც არის
იცით რა იშვიათად ხედავ ამას? კი, არა, შესამჩნევია და ხვდები ანუ რა ზეწავლა. სიყვარულის გამოხატვამაც კი ფორმა შევუცვალეთ ამ ჩვენი შიდა საოცარი მე მგონი აგრესიის ეთიკასთანაც არის აი ეს ბატონო. კავშირში ხა მე ხანდახან ძალიან წყდება ხოლმე გული ისეთებს ხედავ მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ არ ვარ მძღოლი და ხშირად მინახავს რომ აი თუნდაც სკოლასთან რო გააჩერებს სკოლის მოსწავლე ბიჭები გოგოები თუმცა არც ისე პატარა ასაკის აი 14-15 წლის წესით რო რაღაც თქვა წესით უკვე უნდა მოეკითხებოდეს ბიჭები ასწრებენ ხოლმე აი მორბიან თავკუთ მოგლეჯილი ტრანსპორტში ამოვიდნენ თვითონ დაჯდნენ და მერე საწყალი გოგონები ამოვლენ მობუზულებით განან ეს ტელეფონში ზის კამზე არც ახსენდება რომ ესე მოქცევა არ შეიძლება და ეს ეთიკა ძალიან დაიკარგა ჩვენ შემდეგი თაობა რა თქმა უნდა ჩვენ გავუშვით ხელიდან ეს თაობა გავუშვით და იქნება ხაი ძალიან პატარები გადავარჩინოთ რა ხა განათლების რეფორმა მიდის მაგრამ რა ვიცით მახსენდება ჩვენი ლექსიარი მურმანლევანიძის ლექსის მწერალი გახშირდაო და მიზეზებს რომ ხო იცით თქვანო ნეშუნმა ყვარელი და სტუდენტობის სტაჟით იქვე ხიზირში იჯდა არა სიტყვა და ანა ნიჭი ძამიკო ნიჭი galaktiona ბრძანა წიგნს რო აიღებს ბავშვი წაკითხვა უნდა მოუნდეს მე მახსოვს რომ იყო ხოლმე ისეთი მასალა ჩემს მაშინ წიგნებში რომ ამას რომ მოგცემდნენ ამ გვერდიდან აქამდე სახში რომ მივიდოდი აი შემდეგსაც წავიკითხავდი ხოლმე მაინტერესებს აი თუ ასეთი არ იქნა მასალა რა შეიძლება ჰაგიოგრაფია არ იყოს ესეთი მაგრამ უნდა შეძლო როგორ ეს პატრიოტიზმის და ეროვნული სიამაყის შემადგენელია და სხვანაირად არ იქნება რა სხვანაირად რასაც თქვენ ამბობთ ბიჭი რომ გოგოს გაასწრებს იმას ის შეგრძნება არ აქვს თორე იმას თუ აქვს რომ მე ქართველი ვარ რა მაშინ არ გაასწრებს გოგოს ხო, აი ეს შეგრძნება დაკარგული. ხო, ეს შეგრძნება დაკარგული იმიტომ არის, რომ მას თავის ეროვნული სიამაყეს ის. გავდომაია, აი რო დაუბრუნდეთ მაინც ჩვენს მიმდინარე პროცესებს, აი რადიკალიზმზე ვსაუბრობდით, ელისაშვილის ამ გაუმართლებელ ქმედებაზე ვსაუბრობდით. ერთგვარად აი ამ ქმედებამ მე რაც ვნახე თვითონ რადიკალების წრეებში გამოიწვია სიმპათიაც ბევრის მხრიდან ითქვა რომ ალეკოს მხრიდან ეს იყო პროტესტი გაცხადებული და საბოლოო ჯამში ეს უკავშირდება სასამართლოს მიმართ ნდობის საკითხებსაც ალბათ ხო რომ ის რომ სასამართლო როგორც ინსტიტუტი ჩვენ ქვეყანაში არ დგას იმ სიმაღლეზე, იმ მოწოდების სიმაღლეზე, რაზეც უნდა იდგეს. აქ ხა ალეკოც კი არ ვამართლებ მე ამ ხრივ და ჯვარი მწერია რომ ესეთი ბოროტ მოქმედებაზე რამე კაი თქვა, მაგრამ თვითონ ის ემპათია რაც გამოიწვია ამ და ასე ვთქვათ, ბევრმა შეაქო მისი ეს აქციელი არის სწორედ სასამართლოს ნდობის საკითხი. ამ ხრივ მართლაც აქვს ქართულ ოცნებას და ზოგადად ხელისუფლებას. ჩვენ სახელმწიფოს ეხა კონკრეტული პარტია არაფერ შუაშია, პრობლემა, როდესაც მოქალაქეები არ ენდობიან მასიურად სასამართლოს. სასამართლო არ არის ინსტიტუტი, ვისი სიტყვაც იქნება კანონი. ჩვენთვის და ვისაც დავიჯერებთ, რომ თუნდაც არასწორი ვარ მე სასამართლო თუ მეტყვის რომ მე ვწდები ჩემთვის ეს იქნება დამაჯერებელი არგუმენტი. აი, რა შეგვიძლია ამ ხრივ თუ ხედავთ თქვენ პრობლემას და რა შეიძლება ამ ხრივ გააკეთოს სახელმწიფომ? აი, თუნდაც მოსამართლეების შემთხვევაში, როდესაც შეიძლება მოსამართლე მიიღოს დაუსაბუთებელი არასწორი გადაწყვეტილება, არსებობს ჩვენს ქვეყანაში იმისი მექანიზმი, რომ ამ მოსამართლემ ამის გამო პასუხი ააგოს თუნდაც. იცით რა არის? ახლა მე შეხება მაქვს სასამართლო სისტემასთან პირდაპირ. და მართალი გითხრათ რაც თავი მახსოვს სულ რეფორმირებას ექვემდებარება ეს მე თავღაზე ვარ ეხლა რამე 22-23 რატო არ არის ანუ ეს იყო ჩვეულებრივი ფულის შემოტანა რომელიც მერე ну რაღაცა შენდებოდა, რაღაც რესტავრირდებოდა, რაღაც კეთდებოდა. საკმაოდ ბევრი გაკეთდა ის რომ ეს სისტემა მოქცეულიყო ისე ადვილად სამართავი ყოფილიყო. ჩვენ გახსოვს ცოტა ხნის წინ ჯანეზაშვილი და ესეთი ტიპშები, რომლებიც მუშტ და ენჯელოები უნდა ყოფილიყვნენ ყველგან. იცით რა არის მართალი გითხრათ მე მოსამართლეებს აი უვადო მოსამართლეები ჩემთვის ძალიან მიუღებელია. მე ახალგაზრდა მოსამართლე ვნახე ერთ-ერთ რაიონში აი მართალი გითხრათ უბრალოდ იმის ნერვები აღარ აქვს ალბათ ადვოკატს რომ მიყვეს ბოლომდე. მე მაგალითად აუცილებლად ეთიკამდე მივყვებოდი. მისი ქცევა აი ჩემს მიმართ როგორც ექსპერტის ეს იყო რა იცით რომ მე დავინახე რომ იმ რაიონში პროკურორი და მოსამართლე აკეთებდნენ აბსოლუტურად უნისონში ერთ საქმეს ეს იყო ცინიზმი მანიპულაცია ზეწოლა აი ეს იყო თან როგორ იცით ისეთი კი არა პრიმიტიული მოსამართლე ნიჭიერი ახალგაზრდა
საკამაოდ იმდენად რომ დავიბენი ამდენი წელია პროცესებზე ვარ ვერ წარმოვიდგინე რომ ეს მოსამართლისგან აი ეს ტექნოლოგია ეს იქნებოდა გამოყენებული და ნუ მე მივხვდი რომ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო იცით ეს არ შეიძლება სასამართლო დარბაზში და მე მივხვდი რომ უბრალოდ ადამიანებს უნდათ შედეგი რომელიც მათ უნდათ მორჩა გათავდა და ამას ვინ აკონტროლებს რა მექანიზმი არის არ არის მექანიზმი მართლა არ არსებობს და უვადოა ის მოსამართლე მე წარმომიდგენია აქ არგუმენტია ეხა უვადო მოსამართლეებზე პირიქით რომ უვადო დრო ნიშნავს ეგ ნიშნავს რომ ვერკეტი აღარ აქვს სახელმწიფოს მაზეზე მოქმედებს ხო და ცალკუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამდან ის მოსამართლე უსამართლო იქნება ის პრინციპით არის იქ რას ლაპარაკობთ იქ პატარა პრინციპია რომელიც რას ქვია მან თქვა ეს ისეთი საშინელი სანახავი იყო რომ მე ხო გეუბნებით ამდენი წელი ამ სისტემასთან სულ გამოვშტერდი მე ვერ წარმომედგინა ეს აი ხა გეტყვით მაგალითს ახლა ერთი კონკრეტული პროცესი არის ეს უკვე როგორც ექსპერტი არა აი 2 წელია ჩვეულებრივ სამოქალაქო საქმეს მოსამართლე ათრევს ხმას არიღებს აი ზის მოსამართლე და გრძელდება ოდესმე ხო შეიძლება მოსამართლემ გამოიჩინოს რაღაც რომ ის მოსამართლეა ან ვინმე უნდა შეახსენოს მოსამართლე ხარ შედალოცვილო რამდენი წელი შეიძლება ათრიო ეს პროცესი მიიღე რა გადაწყვეტილება რა ელოდები აი ამასაც ხედავ და არა იცით რა არის მოსამართლის რაც ამას გააკონტროლებს არ არსებობს აცილებით ვერ აიცილებს და უნდა აიტანოს და აი მე რო უსმენ ახლა დაუშვათ რა არის თქო ეს მაინც ჩემი აზრით მოდით ამას მე თამამად ვიტყვი მე ბევრი სასამართლო მინახავს ბევრი ხელისუფლების სასამართლო მინახავს მაგრამ ეს არის ინდივიდუალურ დონეზე. ეს არ არის სისტემური. არაფრით არ ვიტყვი რომ აქ სისტემურად არის უნდობლობა უნდა გქონდეთ იმ ადამიანებს ახლა ის ვინც დაიჭირეს თქვა და ერთი კვირით გაუშვეს რა თქმა უნდა უსამართლოა ამბობს შედალოცვილო რო დგეხარდა მე აქ ჩამიხერგე და გადაადგილების უფლება რო წამართვი ის სამართლიანია იმათზე არ ვამბობ იმათი შეფასება აბსოლუტურად სუბიექტურია არა ზოგადად არის ოღონდ ინდივიდუალურ დონეზე და ჩემი აზრით მოსამართლეების იცით რა არა ერთი პირისგან არამედ რაღაც გარკვეული კოლეგიალური ის უნდა არსებობდეს საზოგადოების მონაწილეობითაც რომ გაირკვეს ეს მოსამართლე ტყუის თუ არა მარტო შიდა და აი საბჭოს და ამ ჩაკეტილი სისტემები არ შეიძლება აქ საზოგადოების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ფსიქოლოგიც უნდა იყოს და თქვას რომ იცი რა მოსამართლე მოწმეზე ესე არ უნდა ზემოქმედებდეს გამიგეთ იქ დაიჭერო იქ ტრას იყენებს ის დაუშვებელია ეს ხო შენ სამართლიანი სასამართლოს უფლებაა სხვა არის და შენ არ თმევ ამას ესეთ რაღაცას აკეთებ აი ეს ხო გეუბნებით პერსონალურ დონეზე ცალკეული ინდივიდი კი არის ესეთი გადაცდომები მაგრამ ამას ჭირდება ჩემი აზრით საჯაროობა ალბათ საჯარო აი გეთახმები ეს არის ამ შემთხვევაში გეთახმები ის დისკი რომ მოისმინო ზოგჯერ მე ვისმენ ხოლმე განსაკუთრებით რეგიონებში თბილისში თუ უფრო უმოქმედობაზე მიედავები და უფრო პასიურობაზე არა შეიძლება ზედმეტი აი ამდენი ცით ყველა რო ყვირის ყველა რო აი შეიძლება უფრო პასიურები იყვნენ რეგიონებში და რაიონებში ვაიმედე და დისკს უსმენ ხოლმე ვფიქრობ ეს მეფეა თუ მოსამართლე პროკურორის საქმესაც თვითონ აკეთებს ყველაფერს თვითონ წყვეტს და ეს არის ჩვეულებრივ დისკებია რომელსაც შეიძლება მოусმინო თმები ყალხზე დაგიდგება და ნებისმიერი აი ესეთი გამჭვირვალე ორგანო იტყვის არა რა ან შენიშვნა უნდა მიცე რომ ამან ესე არ გააკეთოს და თუ ეს გამეორდება არ შეიძლება ამის მოსამართლეობა სამწუხაროდ ასეთ მექანიზმი არ არსებობს და თქვენ თქვენ არ იყოს ეს ჩაკეტილი სისტემა და იქ იუსტიციის საბჭო და ასე შემდეგ ის უფრო აღუებს უნდობლობას თორე კი უნდობლობას აღუებს და ეს ობიექტურად თუ მოხდება ამის შემოწმება რა აი ამ დონეზე მეტი კორექცია სასამართლოს დამიჯერეთ არ ჭირდება დღეს აი ეს ნამდვილად ეთანხმებით კალბატონ მაია ბევრი დრო არ რჩება თუმცა არ მინდა ისე დავასრულოთ გადაცემა რომ საერთაშორისო საკითხებს არ შევეხოთ იმიტომ რომ მეტად მნიშვნელოვანი პროცესი ხდება ეხლა უკრაინის ომის ირგვლივ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რომლებიც მოლოდინი იყო რამდენიმე დღეში მორჩება მაგრამ არის კვლავ გაწელილი არ თანხმდება უკრაინა შემოთავაზებულ პირობებს მეორეს მხრივ არც რუსეთის პოზიცია არის ესე ცალსახად გადაწყვეტილი თქვენ რა მოლოდინი გაქვთ თუ ადევნებთ თვალყურს თუ ასე ვთქვათ ხართ ინფორმირებული ამ მხრივ და როგორი მოლოდინი შეიძლება გქონდეს აი ამ უკრაინის ომის დასრულების საკითხზე. იცით რა არის ალბათ უფრო დიდი ინტერესით მაგ საკითხებს უყურებ, იმიტომ რომ ნუ რა ვქნა ხა
ალეკომ ჩაიდინა დანაშაული. ძალიან საშინელი დანაშაული. მთელ სისტემას წვავდა, გამიგეთ? აი ეს თქვენ რო წარმოიდგინოთ თითოეული ფურცელი, რომელსაც ახლა მე ხო ვიცი, თითოეული ფურცელი იქ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენი ადამიანის ბედი წყდება იქ და აი რომ დაწვას, ეს არის სერიოზული ბროტმოქმედება, სერიოზული ტერორისტული აქტია და ამას რო უყურებ, მაგრამ დღეში 20 ჯერ რო ამას უყურებ და მე გაშარჟებასაც უყურებ, რა თქმა უნდა, მერჩევნია მე ის სერიოზული მსჯელობები ვნახო და ვუყურებ, ვადევნებ თვალყურს და თან რა არის, იცით, ალბათ ის ადამიანები, ვისაც ჯერ კიდე რუსეთის გამარჯვება არ უნდა რომ აღიაროს და რუსეთი დღეს უკვე გამარჯვებულია. გამარჯვებულია ლოკალურადაც უკრაინასთანაც, გამარჯვებულია ევროპასთანაც და გამარჯვებულია ამერიკასთანაც რა. რეალურად ესე არის. ეხლა რატო ხდება ეს და რატო არ უნდათ იმ ადამიანებს აღიარება? როგორც ჩვენთან თქვი ზომბირებული ადამიანები, მათ არ უნდათ გამოსვლა იმ თამაშიდან. იმიტომ რომ რო ესროლა ბავშვმა ის რომ მოგდა და დაეცა, მოდი ეხლა თავიდან დავიწყოთო. აი ამ დონეზე არის ეს ყველაფერი. განადგურდა უკრაინა, ხო, განადგურდა უკრაინელი ხალხი. მე ერი ეხლა ამ სლავებში ცოტა მიჭირს გარჩევა და ცალკე უკრაინელი ერის ძალიან ისე წარმოჩენა, ჩემთვის ძნელია, ვიცნობ რა მაინც ისტორიას და სლავების მაინტერესებს ხოლმე ყოველთვის, ცოტა ძნელია, მაინც ჩემთვის უკრაინა არის უფრო და კი, გარკვეული როგორც სამეგრელო არის საქართველოს ჩემთვის ისევე უკრაინა სლავები არიან და მე ვერ ვარჩევ. ბელორუსიაც სლავები არიან, აი ეს არის სამი დაოიტყვიან და გენეტიკურად აბსოლუტურად ეს არის და გენეტიკა ლინგვისტურადაც ეხლა მეგრელების მაგალითზე მეგრული საერთოდ არ მესმის და ხო და უკრაინული მესმის გადასარევად კი. და იცით რა არის, რაც თავარი, ყველაზე მთავარი მტკიცებულება მანდ არის გენეტიკა. გენები არის ყველაზე დიდი მტკიცებულება და გენები აბსოლუტურად იდენტური არის, ესე რომ აი აქ უკვე საუბარი ალბათ აღარ უნდა გაგრძელდეს. მაგრამ ნახეთ რა ხდება. უკრაინა გამარჯვებულია, ვფიქრობ რას იღებს. უკრაინა დამარცხებულია და ვფიქრობ რუსეთი რას იღებს, ხო? რეალურად ფურცელზე რა უნდა მიიღოს რუსეთმა. რუსეთი დღეს რასაც ითხოვს, ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე მე მეგონა მართალი გითხრათ, აღიარება და იმ ტერიტორიების ცნობა, აღიარება და სანქციების მოხსნა. მაგრამ სკოტრიტერეს მსჯელობა მომეწონა, ძალიან კარგი იყო და სწორი იყო, იცით? მას ურჩევნია, დღევანდელ ხელისუფალს ურჩევნია ეს ყველაფერი აი აქ დასვას წერტილი და სანქციები მოიხსნას და მან გაანაგრძოს ეს და მოგება ექნება ამდენი, ვიდრე მართალია ის ტერიტორიები მისია, ის ხალხი მისი ენის ენოვანი არის, ისინი რუსებად თვლიან თავს და მიიჩნევენ და უკრაინელიც უამრავი ცხოვრობს რუსეთის ტერიტორიაზე და აბსოლუტურად განსხვავებას ვერ პოულობს, მაგრამ რა არის, იცით, არაღიარებული ტერიტორიები და სანქციები უფრო დააზარალებს და აი აქ გაჩერება ალბათ რუსეთისთვის ბევრად მომგებიანი იქნება. როგორც პრინციპში ესე არის, სწორი არის. მაგრამ სტალინს მიაწერენ, რომ ესეთ ნათქვამს, რომ კი, ლამაშამდე შევძლებთ გასვლასო, მაგრამ მე იმ ჯარს ხო უნდა, ჯარი ხო უნდა დატოვო და ხო უნდა აჭამოო რა. ხო და ზუსტად ეს არის რა არის ამაზე ხონდა სხვა შორის აი ვეტერანებს საუბარი რომ იმპერიის დიდი იმპერიებისთვის პრობლემა ტერიტორიის დაკავება კი არ არის, მისი კონტროლი არის პრობლემა. აი ზუსტად ეს არის რა. ვიღაცას ეგონა აი იმ ადამიანებს, ვისაც არ უნდა რომ აი უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს დღესაც ამბობს. იმ თქვათ ჩვენთან ძირითადად რა არის იცით კითხვას რა ვსვამენ. აბა სამ დღეში აიღებდაო. ღმერთო ჩემო, უკრაინას, მარტო უკრაინას სამ დღეში ნამდვილად აიღებდა რუსეთი. მაგრამ უკრაინას პლუს 30 ქვეყანა და მთელი ნატო, ხო? მთელი ნატო, ანუ მთელი ევროპა და ამერიკა. უკაცრავად რა ეს ესეთი ადვილი არ არის და მიუხედავად ამისა, რატომ ამბობ რუსეთმა უკვე გაიმარჯვა თქო? ნატოს თავისი 30 თუ 32 ქვეყნით. პრაქტიკულად უკან დახია ეს ხალხი, ხო? და დღეს მათი შიში არის გარკვეული, რომ აქეთ არ წამოვიდესო. მაგრამ ამ შემთხვევაში ბრიტანელების თამაში, რომლებსაც რუსი პოლიტოლოგები პირატებს უძახიან, პირატობა იყო მათი იმპერიის საფუძველი და რეალურად ესეც იყო, ხო? ეს პატარა ბრიტანეთი ყოველთვის სხვისი ხელით. და ჩვენ ახლა ალბათ მოგვიწევს გარკვეული
ტკივილები აი აქ გარშემო და BBC-ს ეს სტატიაც არ არის ამ კონტექსტიდან ამოგლეჭილი. ის ამ კონტექსტში ზის აზერბაიჯანის გარკვეული მოძრაობები, რომელიც ახლა არის, არა? და ის ბუშტები და ის ფერადი მძივები, რომლითაც მათ იტყუებენ, თორე საბოლოო ჯამში ზუსტად ისე დარჩებიან, როგორც უკრაინა გადააგდეს, ხო? ვიცით, მით უმეტეს ბორის ჯონსონის ის იყო, იმ სამშვიდობოს ჩაშლა, ხო, თურქეთში. პირადად პრემიერის კი, ბრიტანეთის. პირადად ბრიტანეთის პრემიერის. ზუსტად იგივე მოუწევთ ჩვენს მეზობლებს, მაგრამ ჩვენ თავს დავდობ და ჩვენ თავს ვტირით. ამიტომ იცით რა არის, თუ დამთავრდება ეს ყველაფერი, ალბათ კარგი იქნება. ალბათ ცუდი და რთული იქნება ევროპისთვის, რატომ ეს იარაღიანი ადამიანები რო აუცილებლად ევროპისკენ დაიძვრებიან და რუსეთისკენ ვერ წამოვლენ. აუცილებლად ევროპისკენ ექნებათ მათ მიმართულება, ეს ფაქტია. ევროპას დიდი დარყმაელის წინ. ანუ ეს ყველაფერი არ არის ჯერ კიდევ ევროპისთვის. არა, ეს ავღანიზაცია. ყველაზე დიდი ზარალი ნახა ალბათ უკრაინის შემდეგ ევროპამ გაუბედურდა. ავღანიზაცია მოხდა უკრაინის, შეერაღება მოხდა და ეს უამრავი უკონტროლო იარაღი, ეს ამდენი აგრესია. ეხლა ჩვენებს, რომლებიც დადიან წყევლის და მის რა ქვია, ქუჩის გადაკეტვის მეტი თავი არ აქვთ კიდე კაი. და ისინი მებრძოლები არიან. ისინი იქ მოდაში იყო ესეთი სხეული, ძლიერი სხეული, ნავარჯიშევის სხეული. ამათგან განსხვავებით, ხო? ფემინური პირიქით. ნუ აქ ფემინური არის კი. და ის ადამიანები რომლებიც უკრაინიდან მერე ისხო ბუნებრივია, ხვალინდელი დღე ვინ პენსიას მიიღებს, ღირსეულს, როგორც ვეტერანი, გამორიცხული უკრაინას, ეს არ შეიძლება, თუნდაც იმ ბუფერულ უკრაინას. ვინმე გარედან უნდა შეინახოს, ეს იქნება სერიოზული პრობლემა ევროპისთვის. და ახლა მერთმა დაიფაროს ჩვენთვისაც. შეიძლება გახდეს. შეიძლება ეს მიმართულებაც იყოს მათ. რატომაც არა. ო, აი ამ ხრივ და მართლა. აი ხო გენოეთ BBC, ხო არა, ეს ადამიანები აუცილებლად სადღაც უნდა მოიკიდონ მათ ფეხი. ეს იქნება სერიოზული პრობლემა ყველასთვის. რუსეთის გარდა, აი რუსეთში ისინი რა თქმა უნდა ვერ შესუნავენ, ხო? და ჩვენაირი ქვეყნებისთვისაც იქნება ეს პრობლემა ევროპისთვის. ზელენსკი ხელს აი ამ შეთანხმებას ეს მექნება ერთგვარად ბოლო საკითხად. ჩემს გასაგებია, რატო არის მაგალითად ევროპის ლიდერშიპი ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ისინი პირადად ასრულებენ პირად კარიერაზე ამ შემთხვევაში, ხო? საუბარი ზელენსკისთვის ეს არის შეიძლება სიკვდილის სიცოცხლის ამბავი, რომ მართლაც ეხა ვინ შეიძლება მისცეს ამ კაც გარანტია მომავალში. არ ვიცი, ეს არის რეალურად მიზეზი თუ რა რა მნიშვნელობა აქვს ზელენსკი მოაწერს თუ არ მოაწერს? რა მნიშვნელობა აქვს მისი სიცოცხლისათვის? მისი უსაფრთხოება თუ მოკლავდათ, ისეც მოკლავენ და ასეც მოკლავენ, ხო? ყველა ვარიანტი. ის რომ მან არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს რომ ისე არ გაგრძელდება და ეს რომ ვერ გაგრძელდება, ესე ფაქტია. ჩემი აზრით, მაინც ბრიტანელები მაინც წელავენ ამ რეზინას, მაინც რაღაცა გეგმები არის, მით უმეტეს, ხა ნუ შეთქმულების თეორიაო ადრე იყო რასისულელეო და შეთქმულების თეორიები დიახაც არსებობს და ის გეგმები არსებობს. მოდით რა, კამიტე საქართველოში გაიხსენეთ ახლა ბრიტანელების ნავიჩოკი, რომელიც სისულელები აღმოჩნდა, ხო, ყველა ის მომწამლავი რაც იყო, აბსოლუტური სიგიჟეები აღმოჩნდა ყველაფერი და ყველაფერი იყო კამპანიური. ესე ჩვეულებრივი კამპანია, ეს კამიტე არ არის ვიღაცისის და BBC-ზე გაჟღერებული, ხო? ეს არის კამპანია, ახალი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ეხლა ჩვენ დარწმუნებული ვართ, ცოტა ხანში ვნახავთ კიდე მსგავს უფრო უარეს სიგიჟეს, რომ დაუშვათ რომელიღაც მინისტრი კაც ჭამდა. არა, მართლა გეუბნებით, რატო იცით, ეს უნდა ავიდეს ბოლომდე, როგორც თქვენ თვით რომ გაღიზიანების ზღვარიო, აწეული ასულია. აი ეს კამიტე ზუსტად ეს არის. კიდე ამაზე უარესი იქნება, კი. ნუ რაღაცა მსუბუქები, როგორც შევარდნაძეს ბადენ-ბადენში რომ სახლი ქონდა და რაღაცა, ესენი აღარ მუშაობს. აი ესეთი უნდა იყოს, ესეთი წარე რაღაც საშინელი მყალს ხოცავენ, მერე ჭამენ ამ ადამიანებს. გუშინ ერთი ჟურნალისტი ამბობდა, ერთიო იქ მოკლესო ცემით უყურეო. ხო შეიძლება ჩვენც ვნახოთ ეს და თუ მართლა ესეა. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, რომ ადამიანების უფლებებს დავიცავთ, ხო? ეხლა ალეკო ელისაშვილს რო დაზიანებები ქონდა, ალეკო ელისაშვილს ექნებოდა დაზიანებები და უნდა ქონოდა დაზიანებები. იმიტომ რომ მას აკავებდნენ და ბუნებრივია რა, იქ ხმა არ მოიღოს არავინ რა. იმ დაკავების დროს წინააღმდეგობას უწევდა.
წინააღმდეგობას როცა უწევს თავს დაისხა შეიარაღებული და ეხა კი. პირიქით სხვაჭორის არ ვიცი რამდენად მის სასახელოდ უნდა ითქვას მაგრამ მან თავად თქვა ეს სასამართლო პროცესზე რომ აი ის მანდატურსო მინდაო ბოდიშიც მოუხადო და ეკოფილა კაციო ვერ მოვიცილეო ისეთი გაცვაყვალია სასამართლოს ალეკომ ვეღარ გაიგო ალეკო უბრალოდ მოხვდა ისეთ ადგილას სადაც არ უნდა მოხვედრილიყო არასდროს მისი ინტელექტის მქონე ადამიანი თუ იმას მოწინააღმდეგეს ამბობ რომ რა კარგად გამიწია წინააღმდეგობაო და შენ რო ურტყავდი მოწინააღმდეგეს და რას უშვებოდი რა იცით არეული აქ ცნებებია არეული კოგნიტური რუკა არის არეული ძველი ბიჭია პოლიტიკოსია ის რა ქვია კინტოა თუ ჰამქარის წარმო ვეღარ გაიგო ამ კაცმა იმიტომ რომ ეს ყველა სიტყვა როგორც ნარდის ყუთში ჩაყრი ერთად ყველაფერს თუ ჭადრაკის ვეღარ გაიგო რომელია მისი აირია ეს კაცი, მაგრამ მე ისევ და ისევ აი შემილია დავსვა ასეთი კითხვა. ადამიანი, რომელიც ეს პოლიტიკური არ იყო, რა თქმა უნდა. ადამიანი, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს. შენობაში შეღწევისა. ამ ბავშვობაში ან ოდესმე ის არ წავა ამას. რაც არ უნდა დააძალონ, რაც არ უნდა დააშინონ და რაც არ უნდა ბევრი ფული მისცენ. თუ გამოცდილებაში არ გიდევს ხელსივობა და რაღაცაში შეღწევა აი ესე ჩუმად აი დაფიქრდით და თუ გააკეთებთ ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა მინდა ვთქვა და არა ნუ იცით რა არის დაფიქრდეს ყველა აი რა უნდა უთხრან სამშობლოსთვის ყველაფრისთვის შეიძლება ტანკ შეუვარდეს ადამიანი მაგრამ აი ჩუმად შეაღწიო დაწესებულებაში გამოიცვალო სახე დაიფარო ჩუმად შეხვიდე მე როცა დაგიჭერენ იმას წინააღმდეგობა გაუწიო ესეთი და შენ დარწმუნებული ხარ რომ შენ იქ რო შეხვალ ამას გააკეთებ პირველად ამას ვერ აკეთებს ვერავინ პირველ ჯერზე ამასაკში არა პირველ ჯერზე ამასაკში პირველ ჯერზე ვერ აკეთებს არა გამორიცხულია ამას ან ადრე იწყებენ და გარკვეული ჩვევა ვითარდება ხო ცოტა ფსიქოლოგიურად ვამბობ, თორე ალეკოს არ ვეხები ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ფსიქოლოგიურად ვამბობ. ამას 40 წლის კაცი, 40 არის ალბათ. ხო, ყოველ მეორეს რო შეეძლოს ამისი გაკეთება, ალბათ. რა თქმა უნდა. არ იქნებოდა ეს ექსკლუზიური კულტურა არ იქნებოდა, გამოცდილება არ იქნებოდა, უფრო მაგარი, უფრო ეს პირველად 35-40 წლის ასაკში ამას პირველად ვერ გააკეთებ. არ წახვალ ამას, ვერ წახვალ ამას. დიდი მადლობა ქალბატონო მაია. ძალიან საინტერესო საუბრისთვის და დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს ძალიან საინტერესო გამოხმაურებებისთვის, რომელიც ყოველთვის მოყვება ხოლმე თქვენს ეთერს და არც ეს ეთერი არ ყოფილა გამონაკლისი. დიდი მადლობა. მადლობას გადაგიხდით დაგემშვიდობებით. მადლობა კარგი გამოხმაურებებისთვის. უფრო ხშირად შევხვდებით. თავისაც არ მოუწოდნა ნუ მიყურებს. მადლობა. დაგემშვიდობებით ზეპასო მაყურებლებო შეგახსენებთ ანალიტიკოსი ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ ერთმანეთს პარასკევს შევხვდებით ძალიან საინტერესო თემით გადაცემა ანალიტიკაში. ნახვამდის.